მე არავინ არ მიკეთებს სიკეთეს, მე ვგავარ ბედნიერ ბავშვს. მე ცოტა ბავშვი კაცი ზარი. თქვენ შვილიშვილებს თქვენს მეტი არავინ არ ყავს პატრონი? არავინა. დედიკოი ყავს და ბურს მაჭმევს სკოლაში რომ მივდივარ. ფული რო არ აქვს. ბავშვებს რა უჭირთ ძალიან? ყველაფერი უჭირთ. ხალხზე და პულზე რომ გავიდეს ბავშვებმა სკოლაში რა უნდა იცოდეს? წვიმა რომ მოდის მიხარია, იმიტომ რომ ლოკოკინები როა და კრეფათ და ვაბარებთ. რო არ ვაგროვ რა ვსჭამო. რა უნდა ვაჭამოთ რაი? ნაკვეთები ჩვენ არა გვაქვს. ბავშვებს საჭმელი უნდა და აი რა უნდა გავაკეთოთ? ვერაფერი. ნინი, ყველაზე ძალიან რა გინდა შვილო? საჭმელი. იცი რა ძნელია? აფხანოგებით დამცინია. არავინ არ ჩემთან არ მოგობრობს. ღარიბი როა ჯუმა ჩურჩულობენ ჩემი კლასელები. მარტო ერთი აფხანა გიმყავს, ლიზი. შეთვის სიკეთე გაუკეთებიათ? არა, მე ვგავარ ბედნიერ ბავშვს. ვინმე საჭმელი რომ მომიტანოს, ის არის ჩემი ბედნიერება. ნინი, შენ მამიკო არ ყავსდე? არა, წავიდა და მიგვატოვა მე და გიო. მამის წასვლასაც განიცდიან ბავშვები. ეგრეა. იცით რა მითხრა ნინი? მეო ბედნიერი ბავშვი არ ვარო. ეგრეა, მაგრამ იქნება. ძალიან მიჭერს რაიმე კომენტარი გავუკეთო ვასო პაპას ცრემლებს და ნინის სადარდებელს, არ ვიცი რა ვთქვა. ახლა მხოლოდ თქვენს იმედად ვარ ჩემო მადლიანო ქართველებო. არავინ დაიზაროთ ვინც ახლა მისმენთ. ყველამ გადააზიარეთ ეს ვიდეო. მომეხმარეთ ვიდეოს გავრცელებაში რომ ხალხს გავაგებინო ეს ისტორია. მხოლოდ ასე შევძლებთ შევეშველოთ ნინის ოჯახს. ამ პირადი ნომრით შეგიძლიათ დაურიცხოთ ნინის ოჯახს დახმარება. ბარათები ოჯახს აქვს. ანგარიშებს და მისამართს ვაქვეყნებთ ვიდეოს ბოლოს და პირველ კომენტარში. ჩვენ ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ.